სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ოჯახი, პენსია და აი ეს ნორმალური გზა შენი ცხოვრების 80 წლიდან 60 წელს გართმევს და ეს გზა შენთვის არავის მოუგონია. ის უბრალოდ გარემოა, რომელიც ისე ჩუმად კარნახობს, რომ არჩევანს ვეღარც კი აღიქვაო. ის შენი რეალობაა და ამ ვიდეოში განახებ რა ღირს სინამდვილეში ნორმალურობა და რა გზა გააჩნდა ბოლო 10 წელიწადში, რომელიც შენს ბაბუას არ ჰქონდა. 80 წელი ეს დასავლური საშუალოა. მათ შორის საქსტატის მონაცემებით საქართველოში კაცისთვის ეს ციფრი 71 წელია. ანუ ის რაც ახლა დავთვალეთ შენთვის შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდეს. ქალბატონებისთვის 80 წელია. შენ გონია რომ ეს შენი მთელი ცხოვრებაა? სინამდვილეში არა. ციფრები გადავამოწმე. ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს უახლეს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შენი 80 წლიდან დაახლოებით 60 წელი საერთოდ არ გეკუთვნის შენ. ეს 60 წელი მიაქვს ძილს, მუშაობას, საცობებს, სამზარეულოს და ეკრანებთან ჯდომას, იგივე შაბლონურ რუტინებს. საბოლოოდ კი გრჩება სულ რაღაც 13 წელი, სრულიად თავისუფალი 13 წელი საკუთარი თავისთვის და ახალი ემოციებისთვის. და თუ ახლა 25-ის, 28-ის ან 35 წლის ხარ, ამ 13 წლიდან საუკეთესო წლები უკვე დახარჯული გაქვს. ამ ვიდეოში ზუსტად დავთვლით სად მიდის შენი დრო, რატომ ნანობენ ადამიანების უმეტესობა ცხოვრებას 80 წლის ასაკში, ჰამაღში ჯდომისას და რა არის ის კონკრეტული ერთადერთი გზა, რომელსაც ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლია. თუ ამ ვიდეოს უყურებ, ალბათ უკვე გრძნობ, რომ შენ ცხოვრებაში რაღაც ისი არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. შენ ინტუიცია არ გატყუებს. მე დათოვარდა ამ არხზე ვასწავლი ერთადერთ უნარს, რომელიც ამ მოპარული წლების დიდ ნაწილს უკან გიბრუნებს. კონტენტის შექმნას, მაგრამ სანამ გამოსავალზე გადავალთ, ჯერ პრობლემის რეალურ მასშტაბებს ჩავწვდეთ. მოდით ჰაერზე არ ვილაპარაკებ და პირდაპირ ციფრებს შევხედოთ. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია. ძილი მინიმუმ 7 საათი ღამეში. ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ჩვენს უჯრედებს აღდგენისთვის ჭირდება. 80 წლის განმავლობაში სუფთა 23 წელი. 23 წელი ცოცხალი ხარ, მაგრამ რეალურად აქ არ იმყოფები. სამსახური 20-დან 65 წლამდე. დღეში საშუალოდ 8 საათი. ეს კიდევ 11 წელია. 11 წელი, როცა შენ სხვა ადამიანის ოცნებას, სხვის სიმდიდრეს აშენებ. ასევე მნიშვნელოვანია, გალაფსის გლობალური კვლევის თანახმად სამსახური მხოლოდ 20%-ს მოსწონს. დანარჩენი 80% კი ვალდებულებისთვის და პულისთვის მუშაობს. კვლევების მიხედვით კი სამუშაოს რუტინულობა მკვეთრად ზრდის დეპრესიისა და შფოთვის რისკებს. ეკრანები. ინდუსტრიული კვლევების მონაცემებით საშუალო ზრდასრული ადამიანი დღეში 4 საათზე მეტს მხოლოდ ტელეფონების ეკრანებთან ატარებს. სამსახურის ეკრანების გარეშე 80 წელიწადში ეს ჯამში 13 წელია. შენი თვალები მთელი 13 წლის განმავლობაში უყურებს ხვის ცხოვრებას და სოციალურ ქსელებში ფუჭად იწვის შენი დრო, მომზადება, კვება და ალაგება ერთად დღეში თითქმის 2 საათი. ეს კიდევ 6 წელია. ტრანსპორტი და საცობები, ველა გადაადგილება ერთად დღეში საშუალოდ 1 საათი და 12 წუთია. ეს კი 4 წელია. თავისმოვლა, ბანაობა, ჩაცმა, დილისა და საღამოს რუტინები დღეში საშუალოდ 45 წუთი. ეს კიდევ 2-3 წელია. მოდით შევაჯამოთ. 23 + 11 + 13 + 6 + 4 + 3 ეს 60 წელია. გრჩება მხოლოდ 20. და აქ ჯერ არ მithქვამს ადრეული ბავშვობა და ღრმა სიბერე. ის პერიოდები, რომლებიც ან არ გვახსოვს, ან ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ აქტიურ ცხოვრებას. და ეს კიდევ 6-7 წელია. რეალურად შენი საკუთარი ცხოვრებიდან გრჩება სულ რაღაც 13 წელი. დრო, რომელიც უნდა მოასწრო სიყვარული, სიამოვნება, ემოციების მიღება, საკუთარი თავის პოვნა და იმის მტკიცება, რომ საერთოდ ცოცხალი ხარ. ერთი წამით, გესმის საერთოდ რას ვამბობ. შენი მთელი ცხოვრებიდან მხოლოდ 13 წელია. რეალურად შენი. ეს ნიშნავს, რომ იმ ყველაზე აქტიურ 30 წლიან პერიოდში, რომელშიც ახლა ხარ, სულ რაღაც 5 წელი გეკუთვნის შენი თავისთვის
და თავისუფლებისთვის და ამ 5 წელს რაში ხარჯავს უმეტესობა Instagram-ზე სხვისი ცხოვრების ყურებაში და TikTok-ზე ვიღაცია ფასიანი დრამების ქექვაში. ეს არ არის სწორი არჩევანი. ბრონი ვიარი ავსტრალიის მედდა, რომელიც წლების განმავლობაში მომაკვდავ ადამიანებს უვლიდა, მათ უკანასკნელ სიტყვებს იწერდა თავის წიგნში წერს. სიკვდილის წინ ადამიანების ნომერ პირველი სინანული არის ფრაზა. ნეტავ მქონოდა ის გამბედაობა, მე ცხოვრა ისე როგორც მე მინდოდა და არა ისე როგორც ხვდები ელოდნენ ჩემგან. დიახ. ეს არის ზუსტად ის წინადადება, რომელსაც 80 წლის ასაკში ჰამაკში მჯდომი შენი თავი ეტყვის დღევანდელ 25 წლის შენს თავს. თუ ახლა რამეს არ შეცვლი და რა არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლია? ამას სულ რამდენიმე წამში გაიგებ. ახლა კი გაიხსენე ჩემი სიტყვები. როდესაც დილის 8 საათზე გაჩერებაზე მიხვალ, იქ დაგხვდებიან ადამიანები, ყველას ზუსტად ერთნაირი სახის გაუმეტყველება ექნება. ყველა ერთსა და იმავე მიმართულებით იყურება. მიდიან სამსახურში, სადაც მთელი დღე მხოლოდ საათს უყურებენ. ელოდებიან, როდის გავა დრო, ხდება 5 საათი, ისევ ავტობუსი, ისევ გზა, სახლი, ბავშვი ვახშამი, დაძინება, ხვალ კი ყველაფერი თავიდან იწყება. 1 წელია ასე, 2, 5, 20 წელი. ზაფხულში 2 კვირა ბათუმში, 1 სურათი პოპულარულ ლოკაციაზე, რომელიც წლის მთავარ მიღწევად გადაიქცევა. ეს არის სტანდარტული ცხოვრება და მე არ ვამბობ, რომ ეს არჩევანი ცუდია. გადარჩენისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალური გზაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბოლოს მაინც ინანებ. როცა აღმოაჩენ, რომ თურმე სხვა გზაც არსებობდა. Goldman Sachs-ის ანგარიშს თუ შევხედავთ, კრეატორების ეკონომიკა 2027 წლისთვის 9 ტრილიონს, ანუ 500 მილიარდ დოლარს უახლოვდება. 10 მილიონი ადამიანი მსოფლიოში ფულს მხოლოდ კონტენტის შექმნით გამოიმუშავებს. და ეს ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო. შენი ბაბუა ამას ვერანაირად ვერ შეძლებდა სახლიდან გაუსვლიათ, საკუთარი საყვარელ თემაზე ესაუბრა და ამით ფინანსური დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და შენ ეს შეგიძლია. ნავალ რაბიკანტი სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე ამბობს ფრაზას, რომელიც შენს მენტალიტეტს სამუდამოდ შეცვლის. ქართულად კი ეს ასე ჟღერს: შენი ცოდნის სიჯარით გაცემით მდიდარი ვერასოდეს გახდები. სამსახური ეს სწორედ შენი დროის სიჯარით სხვებზე გაცემა. ეს დაიმახსოვრე. ერთი სამუშაო საათს ყიდი მხოლოდ ერთხელ. ერთადერთხელ. იმავე საათს ხელახლა ვეღარასოდეს გაყიდი. რავიკანი განმარტავს, ნამდვილი სიმდიდრე მოდის ბერკეტებიდან. მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში ყველაზე ხელმისაწვდომი ბერკეტი არის მედია და კოდი, ანუ კონტენტი და პროგრამირება. და მით უმეტეს დღეს AI ეპოქაში შენ ვიდეოს ქმნი ერთხელ, შემდეგ კი ეს ვიდეო საკუთარი ცხოვრებით აგრძელებს არსებობას. წარმოგიდგენია ხო? მას უყურებს ერთი ადამიანი, 1000 თუ მილიონი, შენი დახარჯული დრო მაინც უცვლელი რჩება. ცხოვრება, სადაც კონტენტი შენი მთავარი აქტივია, ეს არის რეალობა, რომელშიც დილის 8 საათზე საცობებში, ავტობუსში აღარ დგახარ. შენი დრო, შენი პირადი არჩევანია და არა სხვისი სამუშაო გრაფიკი. შენი შემოსავლები დროსთან ერთად იზრდება. კელ ნიუპორტის ტერმინით რომ თქვათ, აშენებ კარიერულ კაპიტალს, რომელიც წლების შემდგომ ფინანსურ თავისუფლებაში გადაიზრდება. რაც ყველაზე მთავარია, 80 წლის ასაკში ჰამაკში მჯდომი შენი თავის სრული სიმშვიდითა და ღიმილით გადმოხედავს ამ პერიოდს. და ეს არ არის ფანტაზია ან ილუზია. ეს არის ცხოვრების და ბიზნესის მოდელი, რომელიც დღეს აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია. პრობლემა მხოლოდ ერთია, შენ ამას ვერ ხედავ, რადგან გარემო, რომელშიც გაიზარდე, ჯიუტად სულ სხვა მოძველებულ მოდელს გიჩვენებს. და აქ მინდა გულახდილად გითხრა ერთი რამ. არ გპირდები, რომ კონტენტ კრეატორის გზა მარტივია. არ არის მარტივი. 4-დან 24 თვემდე გჭირდება, რომ რეალური ფულის შემოდინება დაიწყოს. პირველი 100 გამომწერი ეს სიხარულია, პირველი 1000 უკვე ფასია და პირველი 10000 გამომწერი ცხოვრებას ცვლის. და ვინც
ფიქრობს, რომ ერთ თვეში ვირუსულ ვიდეოებს გადაიღებს და Mercedes იყიდის, ჯობს ახლავე გაჩერდეს. დრო დაზოგოს და თავის საქმე აკეთოს. მხოლოდ საათების თვლას და მუშაობას შედეგი არ მოაქვს. ფსიქოლოგი ანდრეს ერიქსონი, ვინც მიზანმიმართული პრაქტიკის თეორია შექმნა, ამბობს, ნებისმიერი საქმის მწვერვალზე ასასვლელად საჭიროა არა უბრალოდ პროცესი, მაგალითად, ბევრი ვიდეოების გადაღება, არამედ საკუთარ შეცდომებზე მუშაობა. უნდა დაინახო შენი სუსტი ადგილები, მოусმინო უკავშირს და ყოველ ჯერზე მხოლოდ აი ამ დეტალების გაუმჯობესებაზე ფოკუსირდე. YouTube-ზე ზუსტად იგივე ხდება. შენი პირველი 50 ვიდეო ეს უბრალოდ სკოლაა. ნამდვილი თამაში კი მხოლოდ 51 ვიდეოდან იწყება. და მაინც შენი 80 წლის შენ ნანობს ერთს და ეს არ არის ის, რომ საერთოდ ვერ მოახერხა. ეს არის ის, რომ საერთოდ არ სცადა. მე უკვე ვცადე. ეს არის პირველი ვიდეო და ის, რასაც ახლა უყურებ, ზუსტად ის ნაბიჯია, რომელზეც მთელი ვიდეოა გისაუბრებოდი. შემდეგ ვიდეოებში გაჩვენებ უფრო საინტერესო ანალიზებს. და თუ გინდა რომ ეს არ გამოგჩეს, გამოწერა 1 წამია. შენი 13 წლიდან ამაზე ნაკლები არაფერი არ ღირს. და სანამწახვად 1 ციფრი დამწერე კომენტარებში შენი 13 წლიდან რამდენი გონია რომ უკვე დახარჯე. ყველას უპასუხებ, ჯერჯერობით ეს ფიზიკურად შემიძლია. ნახვამდის.